მოგესალმებით მეგობრებო, ეს დარდოს კინოსეანსია და მე მისი ავტორი და წამყვანი ლაშა დარდაგანი ვარ. სანამ ბერლინალეს, ფრანგული სეზარისა და ამერიკის კინომსახიობთა გილდიის წლევანდელ გამარჯვებულებს გაგაცნობთ, ჯერ ერთი ძალიან მაგარი თბილისელი კაცის შესახებ მინდა მოგიყვეთ, რომელმაც ბოლო 25 წლის განმავლობაში ჰოლივუდის 150-მდე ბლოკბასტერის შექმნაში მიიღო მონაწილეობა. ამერიკულ კინოში მოღვაწე ქართველი მონტაჟის რეჟისორი და ოპერატორი, რომელმაც თავის post-production ჯგუფთან ერთად ოსკარის რამდენიმე ნომინაციაც მოიპოვა. მუშაობდა ისეთ ცნობილ ფილმებზე, როგორებიცაა გლადიატორი და კარიბის ზღვის მეკობრეები. თუმცა მოდით ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. ჰოლივუდში მას იცნობენ როგორც ჯორჯიიდან, ანუ საქართველოდან, მაგრამ მისი ნამდვილი სახელია პაატა პაპუაშვილი. ის 1968 წლის 5 აგვისტოს თბილისში დაიბადა. ამერიკის შეერთებულ შტატებში კი 90-იან წლებში გადასახლდა. ვიდეო ოპერატორად და მონტაჟის სპეციალისტად მუშაობდა. პირველი მეტნაკლებად სერიოზული სამსახური ჰოლივუდში 25 წლის წინ 1998 წელს მიიღო, როდესაც ჯონ მაკნოტონის გახმაურებულ თრილერზე ველურ გოგონებზე იმუშავა. შეგახსენებთ, რომ ეს ცნობილი ფილმია, სადაც ნივ კემბელი, დენის რიჩარდსი, მეტ დილონი და კევინ ბეიკონი თამაშობენ. შემდეგ იყო პოპულარული მინისერიალი უკანასკნელი დონი და საშინელებათა ფილმი ლეიკ პლესიდი, ბრიჯიტ ფონდასა და ბილ პულმანის მონაწილეობით. 2000 წელს პაპუაშვილმა მონტაჟის რეჟისორ პიეტრო სკალიას 20-კაციან ჯგუფთან ერთად რიდლი სკოტის გლადიატორზე იმუშავა. მისი გვარი ტიტრებშიც კი არ უხსენებიათ, სამაგიეროდ ფილმმა მონტაჟის კატეგორიაში ოსკარის ნომინაცია დაიმსახურა. ამას მოყვა ნორა ეფრონის იღბლიანი ნომრები ჯონ ტრაოლტას მონაწილეობით, ჟან ჟაკანოს მტერი კარიბჭესთან, ჯუდ ლოუსა და ედ ჰარისის ეკრანული დუეტით. 24 საათი შარლის ტერონით მთავარ როლში, ანტუან ფუკუას მზის ცრემლები, ბრიუს უილისისა და მონიკა ბელუჩის მონაწილეობით, მარტინ კემბელის საზღვრებს მიღმა, სადაც ანჯელინა ჯოლი და კლაივ ოუენი თამაშობენ და ვოლფგანგ პეტერსენის ტროა, ბრედ პიტისა და ორლანდო ბლუმის ბრწყინვალე ვარსკვლავური დუეტით მთავარ როლში. პაპუაშვილი და მისი გუნდი დამატებით post-production მომსახურებით უზრუნველყოფდნენ ისეთ გახმაურებულ ფილმებს, როგორებიცაა ბრედ რატნერის მზის ჩასვლის შემდეგ პირს ბროსნანისა და სალმა ჰაიეკის მონაწილეობით, თავდასხმა მე-13 განყოფილებაზე, იყავი მაგარი ჯონ ტრაოლტათი და უმა თურმანით მთავარ როლში, რობ რაინერის ჭორები კევინ კოსტნერისა და ჯენიფერ ენისტონის დუეტით და განქორწინება კვლავ ჯენიფერ ენისტონის მონაწილეობით. აგრეთვე გახმაურებული სერიალი სასოწარკვეთილი დიასახლისები. 2006 წელს პაატა პაპუაშვილმა ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს ბაბილონზე იმუშავა, სადაც მთავარ როლებს ბრედ პიტი და ქეით ბლანშეტი თამაშობდნენ. იმავე წელს პაპუაშვილმა მელ გიბსონის აპოკალიპტოზე, რობერტ დე ნიროს კეთილმწყემსსა და ზაკ სნაიდერის 300 სპარტელზეც იმუშავა. 2007 წელს კი კარიბის ზღვის მეკობრეების მესამე სერიის შემქმნელებს უზრუნველყოფდა post-production მომსახურებით. ამას კი მოჰყვა კევინ კოსტნერის მისტერ ბრუქსი, ტომ ჰენქსისა და ჯულია რობერტსის ჩარლი უილსონის ომი, სანდრა ბულოკისა და რაიან რეინოლდსის წინადადება, ეშტონ კუჩერისა და კეტრინ ჰეიგლის მკვლელები, ტომ კრუზისა და კამერონ დიასის დღის რაინდი, ანჯელინა ჯოლის სოლტი, რასელ კროუს შემდეგი 3 დღე და მელ გიბსონის თახვი, რომლის რეჟისორიც ჯოდი ფოსტერი გახლდათ. ჩამონათვალის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ მე მაინც ვცდილობ ყველაზე გამორჩეული და ქართველი მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი ფილმები დავასახელო. მაგალითად 2014 წელს გადაღებული სურათი მელიებზე მონადირე, რომელიც 5 ნომინაციით იყო ოსკარზე წარდგენილი. აგრეთვე გრეის 50 ელფერი, დენი ვილნევის მძაფსიუჟეტიანი თრილერი სიკარიო, ემილი ბლანტისა და ბენისიო დელ ტოროს მონაწილეობით, დენზელ ვაშინგტონის შესანიშნავი შვიდეულის რიმეიკი, ჰიუ ჯეკმანის მთავარი კანდიდატი და ბრწყინვალე კინოზღაპარი მალეფისენტი, კვლავაც ანჯელინა ჯოლის მონაწილეობით. ვინაიდან ყველა ფილმისა თუ სერიალის ჩამოთვლა უბრალოდ შეუძლებელია, ამ ფოტოს გთავაზობთ, რომელზეც თითქმის ყველა იმ ცნობილი ჰოლივუდური ბლოკბასტერის პოსტერია მოცემული, რომელზეც სხვადასხვა დროს მონტაჟის ქართველ სპეციალისტს პაატა პაპუაშვილს იგივე ჯორჯიიდან უმუშავია. სულ რამდენიმე საათის წინ ლოს-ანჯელესში სასტუმრო Fairmont Century Plaza-ში ამერიკის კინომსახიობთა გილდიის პრემიით დაჯილდოების 29 ყოველწლიური ცერემონია გაიმართა. საზეიმო საღამო Netflix-ის YouTube არხით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ტიტული, როგორც მოსალოდნელი იყო ბრენდან ფრეიზერმა დაიმსახურა. მის მიერ შესრულებული ჩარლის როლი დარენ არონოფსკის ბრწყინვალე დრამაში ვეშაპი მართლაც შეუდარებელი იყო და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ როლით და ამ გამარჯვებით ფრეიზერი ბოლოს და ბოლოს დიდ კინოს დაუბრუნდება. საუკეთესო მსახიობი ქალის ტიტული კი მალაიზიელ მიშელ იეოს ერგო. დენიელების სარეჟისორო დუოს მიერ გადაღებული აბსურდული ტრაგიკომედიისთვის ყველაფერი ყველგან ერთდროულად. რაც შეეხება ქალისა და მამაკაცის მეორე ხარისხოვანი როლების საუკეთესო შემსრულებლებს. ამ კატეგორიაშიც დენიელების ფილმის ვარსკვლავებმა გამარჯვება არავის დაუთმეს. კინომსახიობთა გილდიის პრემია გადაეცა კი ჰიუ კვანსა და ჯემილი კერტის. შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი ლეგენდარული ტონი კერტისისა და ჯენეტ ლის ქალიშვილია. კვანს კი მაყურებელი სტივენ სპილბერგის ინდიანა ჯონსიდან იცნობს, როგორც ჯონსის ერთგულ ვიეტნამელ ბიჭუნას. აღარავის გაკვირვებია, როდესაც საუკეთესო სამსახიობო ანსამბლად კინოში სწორედ ყველაფერი ყველგან ერთდროულად შემოქმედებითი
ჯგუფი დასახელდა. კასკადიორებისა და ტრიუკების ოსტატ და საუკეთესო ნამუშევრად კი Top Gun-ი Maverick-ი აღიარეს. სატელევიზიო პრემიები შემდეგნაირად გადანაწილდა. დრამის კატეგორიაში საუკეთესო მსახიობებად ოზარკის ვარსკვლავი ჯეისონ ბეიტმანი და თეთრი ლოტოსიდან ჯენიფერ კულიჯი დაჯილდოვდნენ. კომედიაში ჯერემი ალენ უაიტი და ჯინ სმარტი. მინისერიალებში კი ვეტერანი მსახიობი სემ ელიოტი Yellowstone-ის პრიკველიდან 1883 და შეუდარებელი ჯესიკა ჩესტეინი მრავალსერიანი ფილმიდან ჯორჯი და ტემი. საუკეთესო სამსახიობო ანსამბლებად თეთრი ლოტოსის ებოტის საშუალო სკოლისა და უცნაური ამბების შემადგენლობა დააჯილდოვეს. კინომსახიობთა გილდიის საპატიო ჯილდო კი დიდი ღვაწლისათვის სალი ფილდს გადასცეს. რომელმაც სცენაზე განაცხადა, რომ თითქმის 60 წლიანი კარიერის მანძილზე არ ყოფილა არც ერთი დღე, მას რომ სიამაყით არ ეთქვა, რომ მსახიობია. დასანამთელი კინოსამყარო ოსკარებისთვის ემზადება საფრანგეთის კინოხელოვნების აკადემიამ პარიზში საკონცერტო დარბაზ ოლიმპიაში სეზარით დაჯილდოების 42-ვე ყოველწლიური ცერემონია გამართა. წლის საუკეთესო ფილმად ფრანგებმა დომინიკ მოლის თრილერი 12-ის ღამე დაასახელეს და რეჟისურისთვისაც ის დააჯილდოვეს. საერთო ჯამში აღნიშნულმა სურათმა 6 სეზარი დაიმსახურა. ქალისა და მამაკაცის მთავარი როლების საუკეთესო შესრულებისთვის მსახიობები ბენუა მაჟიმელი და ვირჟინი ეფირა დააჯილდოვეს, ფილმებისთვის მშვიდობა და პარიზული მოგონებები. მეორე ხარისხოვანი როლებისთვის კი ბული ლარენსი და ნოემი მერლანი, კვლავ 12-ის ღამისა და ლუი გარელის დრამისთვის უდანაშაულო, რომელმაც თავის მხრივ კიდევ ერთი სეზარი სცენარისთვის დაიმსახურა. წლის საუკეთესო უცხოენოვან, ანუ არაფრანგულენოვან საერთაშორისო ფილმად ესპანელი რეჟისორის როდრიგო სოროგოინის მხეცები დაასახელეს. საპატიო სეზარი კი დიდი ღვაწლისათვის კინოში ცნობილ ამერიკელ რეჟისორს დევიდ ფინჩერს გადასცეს. ამასობაში გერმანიაში ბერლინის 73-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა. დასანამ კომპეტენტურმა ჟიურიმ მსახიობ ქრისტინ სტიუარტის ხელმძღვანელობით ბერლინალეს წლევანდელი გამარჯვებულები გამოავლინა საპატიო ოქროს დათვი დიდი ღვაწლისათვის კინოში ჰოლივუდის ლეგენდარულ რეჟისორს სტივენ სპილბერგს გადასცეს. შეგახსენებთ, რომ ბერლინალე ცნობილი ამერიკელი მწერლის არტურ მილერის ქალიშვილის კინორეჟისორ რებეკა მილერის ახალი ფილმით გაიხსნა. ის ჩემთან მოვიდა, ასე ქვია რომანტიკულ კომედიას, სადაც მთავარ როლებს ოსკაროსანი მსახიობები ენ ჰეთუეი, მარისა ტომეი და სერიალ სამეფო კარის თამაშების ვარსკვლავი პიტერ დინკლეიჯი თამაშობენ. ბერლინის წლევანდელი კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში სულ 19 ფილმი იყო წარმოდგენილი, მათ შორის მეტ ჯონსონის ბლეკბერი, მარგარეტ ფონ ტროტას უდაბნოში მოგზაურობა და ჯონ ტრენგოუის მანოდრომი, სადაც მთავარ როლებს ედრიან ბროუდი და ჯესი აიზენბერგი თამაშობენ. ცალკე აღნიშნის ღირსია შონ პენის დოკუმენტური ფილმი რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებულ ომზე, რომელიც მან დაბომბილ კიევში ყოფნისას გადაიღო. ბერლინალეს ოქროს დათვი ფრანგი რეჟისორის ნიკოლა ფილიბერის დოკუმენტურმა ფილმმა ადამანტმა დაიმსახურა, რომელიც მაყურებელს პარიზში მდებარე ფსიქიატრიულ კლინიკაზე მოუთხრობს. ჟიურის სპეციალური პრიზი ვერცხლის დათვი გერმანელი რეჟისორის ქრისტიან პეცოლდის წითელ ცასა და პორტუგალიელი ჟოაუ კანიჟუს ცუდ ცხოვრებას გადაეცა. რეჟისურისთვის დაწესებული ვერცხლის დათვი პოპულარული მსახიობისა და რეჟისორის ლუი გარელის მამას ფილიპ გარელს ერგო ფილმისთვის დიდი ეტლი. სცენარისტვის კი ვერცხლის დათვით ანგელა შენელეკის დრამა მუსიკა დაჯილდოვდა. რაც შეეხება სამსახიობო კატეგორიებს, წელს ბერლინალეზე სიახლეა. ქალისა და მამაკაცის ნომინაცია საერთოდ გაუქმდა და უბრალოდ მთავარი და მეორე ხარისხოვანი როლის შემსრულებლები დაჯილდოვდნენ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ორივე კატეგორიაში ქალმა მსახიობებმა გაიმარჯვეს. ესენი არიან სოფია ოტერო ფუტკრების 20,000 სახეობიდან და თეა ერლიხი ფილმიდან ღამის დასრულებამდე. და ბოლოს სანამ დაგემშვიდობებით ბოლო დროის ყველაზე ტრენდული სერიალის უკანასკნელი ჩვენგანის კულისებს მიღმა მინდა შეგახედოთ და გადასაღებ მოედანზე მომზადებული ქართულად დუბლირებული რეპორტაჟი შემოგთავაზოთ. HBO წარმოგიდგენთ. სერიალი ისეთი სიზუსტითაა შექმნილი, რომ უბრალოდ წარმოუდგენელია. უკანასკნელი ჩვენგანი ყველაზე რეალისტური თავგადასავალია, რაც კი მინახავს. უკანასკნელი ჩვენგანი კულისებს მიღმა. სერიალის მოქმედება კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელი სოკოს ეპიდემიიდან 20 წლის შემდეგ ვითარდება. სოკო სავსებით რეალური საფრთხე შეიძლება გახდეს, თუ მისი ადამიანიდან ადამიანზე ინფიცირება დაიწყება. მსგავსი ეპიდემიის შეჩერებას უბრალოდ ვეღარ შევძლებთ. ვირუსმა შეიძლება დაგვაავადოს, მაგრამ სოკოს ჩვენი გონების კონტროლი შეუძლია. ყურადღება, კამერა. ჯოელი განადგურებული ადამიანია, ის მამაა, რომელმაც შვილი დაკარგა. მან თავისი ქალიშვილის სარას გადარჩენა ვერ შეძლო. ამ ტკივილით მას სიცოცხლის ბოლომდე უწევს ცხოვრება.
ის კონტრაბანდისტია, რომელსაც 14 წლის გოგონას ელის დანიშნულების ადგილამდე მიიყვანას დაუკვეთავენ, რადგან ფიქრობენ, რომ ის კაცობრიობის უკანასკნელი იმედია და მისი სისხლით ვაქცინის დამზადებას გეგმავენ. როდესაც ვიდეო თამაშის ეკრანიზაციაზე მუშაობ, ნებისმიერი ცვლილება თამაშსა და სერიალს შორის ჭკვიანურად უნდა შეიტანო, რათა თაყვანისმცემლები არ გაანაწყენო. მეც ვამცემდი არახს? არა, რა თქმა უნდა. ბავშვობიდან მიჩიჩინებდნენ ვიდეო თამაშებს მოერიდეო, მაგრამ უკანასკნელი ჩვენგანი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი თამაში იყო. ეს იქნება ლამაზი, შემაწწუნებელი და საკმაოდ ჭკუის სასწავლებელი ისტორია. ისტორია უსამართლობაზე, ღალატსა და ერთგულებაზე. უკანასკნელი ჩვენგანი HBO Max-ზე. ეს ის სერიალია, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამაზოთ. დღეისათვის სულ ეს იყო, მე მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დარდოს კინოსეანსის ნახვა შეგიძლიათ როგორც Facebook-ზე, ასევე YouTube-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე. ნახვამდის.